სანამ პროდუქციის წარმოებას დავიწყებთ, ნედლეული არაერთ კვლევას გადის. წარმოების პროცესი ხელით ჩეხების გარეშე მიმდინარეობს, მუდმივი დაკვირვების ქვეშ. მზა პროდუქტი ისევ გადის ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ კვლევას, მაგალითად მჟავიანობა, ცილის და ცხიმის შემცველობა. კვლევების შედეგად კიდევ ერთხელ ვწმუნდებით პროდუქტის მაღალ ხარისხში და ამის შემდეგ უშვებთ ობიექტებში. თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდება. რადგან პროდუქტი ობიექტშია ჩაშვებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაკვირვებას წყვეტთ. სწორედ ამ ოთახში ინახება ყოველი პარტიიდან რამდენიმე ნიმუში და ვაკვირდებით ვადის ბოლომდე. დეგუსტაცია მუდმივ რეჟიმში ყოველდღიურად მიმდინარეობს, რითაც საბოლოოდ ვწმუნდებით პროდუქტის მაღალ ხარისხში.